გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ნება მიბოძე დღეს რამდენიმე სიტყვას ჩემს ერთ-ერთ საყვარელ პერსონაჟზე გუბას სანიკიძეზე მოგახსენოთ. გუბას ლევანიძე სანიკიძემ ჩემი გაგებით კარდინალური მეტამორფოზე განიცადა. არა ეს ახალი ამბავი, მაგრამ ამ ძველ ამბავს დღეს გვერდიდან მინდა შევხედო. გახსოვთ თქვენ მიშას მეფობის დროს გუბაზი რას ქადაგებდა და მე მიამით ადამიანს მეგონა რომ ის ამას სრულიად გულწრფელად ამბობდა. მაშინ მეგონა რომ გუბაზე დიდი პატრიოტი ჩვენს პოლიტიკაში სხვა არავინ იყო. ისე დამაჯერებლად, ისე უშიშრად, ისე ეროვნულად ლანძღავდა ნაციონალურ მოძრაობას ცხრამთავრობა გამოვაკუბარდია სტუდიაში რომ გეფიცებით სულ ველოდებოდი, აი ახლა დაგვიძახე და ჩვენს გარეთ გამოვარდებოდით, რათა აღვედგინა სამართალი და ხალხის ნება. ძალიან პატრიოტობდა, ძალიან წუხდა არსებული სიტუაციის გამო. კარგავთ საქართველოს, კარგავთ მართლმადიდებლობას, მიშას ბავშვი როგორ უნდა მოანათლიო და ასე შემდეგ. მეგონა შინ რომ ბრუნდებოდა, ისხავდა ლაგამ აბჯარ უნაგირს, იკიდებდა მუხლებამდე ხანჯალს, ხელში ხმალს იჭერდა და ისე იძინებდა მეთქი. და მისი საწოლის თავზე ალბათ ბაში აჩუკისა და მაცი ხვიტიას ავტოგრაფიანი ფოტოები ეკიდა. ასე მეგონა მე. იმ დროს 15 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა გუბას სანიკიძე მიხეილ სააკაშვილის უერთგულესი მონამორჩილი გახდებოდა და ყველაფერს, რასაც ის მაშინ მიშაზე ლაპარაკობდა 8 წლის შემდეგ იმავე ლექსიკით ჩვენზე ილაპარაკებდა, ვიტყოდი რომ რას ამბობ, ვინ გუბაზი არ არსებობს. მეჭობა ვინმეს ასეთი რამ წარმოედგინა მიშასთვის რომ ეთქვა ვინმეს, აი ეს დიდი კაცი, მუდამ დაბღვერილი და ძალიან ეროვნული, შენი უპირობო მხლებელი, შენი სანჩო პანსა, შენი პანურგი გახდებაო. მიშა ჯერ იკითხავდა პანურგი ვინაა და მე იტყოდა ვარიანტ ნიხტ. ასიანი ვერ დაიჯერებდა, იმიტომ რომ ამის დაჯერება შეუძლებელი იყო. თუ კი რასაკვირველია ეს ვარიანტი თავიდანვე გათვლილი არ ჰქონდათ. ანუ სანიკიძე ოპოზიციურ რიგებში იყო ჩანერგილი, რათა ნაცების სუსისა და კუდისთვის ენა მიეტანა. დღეს უკვე არაფერი გამიკვირდება, მართლა ასე რომ ყოფილიყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ამა თუ იმ მხარეს იყვნენ მზვერავები, ჩვენ შპიონებს რომ ეძახდით. გახსოვთ გაზაფხულის 17 გაელვარება, იულიან სემენოვის რომანი და კინოც. ოტო ფონ შტირლიცი, საბჭოთა მზვერავი, იყო გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი და ასეთ ძალიან მაღალ თანამდებობაზე რომ მოხვედრილიყო, ალბათ ცენტრის ნებართვით, რამდენი თავისიანი ეყოლებოდა დაბრედილი, მაგრამ საქმეს ასე სჭირდებოდა და ისიც ამაზე მიდიოდა. სამაგეროდ მერე როგორც კი ფაშისტური გერმანია დაემხობოდა, მას ეს აუცილებლად დაუფასდებოდა. სემენოვის რომანების შემდგომ სერიაში მართლია არ დაუფასდა, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა. მოკლედ იმას ვამბობდი, არის ვარიანტი რომ გუბას სანიკიძე ოპოზიციაში თავიდანვე მიშას შტირლიცი იყო. და ეს ვარიანტი უფრო გასაგებია ჩემთვის, იმიტომ რომ სანიკიძის დიამეტრალურად საწინააღმდეგო ბანაკში გადახტომა ეს ჯანსაღ ფსიქიკასთან შეუთავსებელია. მოგეხსენებათ, ჩემთვის ნაციონალური მოძრაობა არის სრულიად კრიმინალურ მომხვეჭი, არაეროვნული და გამყიდველი დაჯგუფება. იმედია ადრე თუ გვიან დაიდება მათი დანაშაულების სრული სია. მე სრულიად დარწმუნებული ვარ ჩემ სიმართლეში, იმ სიმართლეში რომ ნაცობა არის სირცხვილი და ახლა კი არ გახდა სირცხვილი, არამედ როგორც კი მოვიდნენ ხელისუფლებაში, მეორე დღიდანვე ნაცობა იყო ეროვნული სირცხვილი. ერთიანი ნაციონალური სირცხვილი. ვინც იდეურად ნაცია, ის ჩემი აზრით ვერ არის ფსიქიკურად ჯანზე და ვინც ანგარების გამო ნაცობს, ვისაც სარგებელი ჰქონდა მიშას სიგიჟეებისგან, ვინც ნაცების გობიდან იცოხნებოდა, ის დამნაშავეა. ანუ ნაცების მომხრეები ან ფსიქიკურად შეზანზარებულნი არიან, ან დამნაშავენი. მაინტერესებდა გუბაზის ოჯახში თუ იციან მან ზნედაფერი რომ იცვალა. ალბათ არა მეთქი, არ იციან, არ ამხელს, ანუ
ნაცი სანიკიძე შინ რომ შედიოდა ნაცობას გარეთ ტოვებდა. ასე მეგონა მე თურმე სად ბანაობ დათიკო ისოდენ კი არა ალბათ ეამაყებოდათ კიდეც. მამიკოს კვალს ახლა პატარა ლევანიკოც გაყვა და მამის ფაფუკი ხელებიდან 5 ნომრიანი ბაირაღის ფლაგშტოკი მიიღო. და ახლა ნაცების ბარიკადებზე გუბაზის ადგილას ლევანი დგას. ეჟენ დელაკრუა რომ ყოფილიყო ცოცხალი, ლევან სანიკიძეს გამოსახავდა გადაღեղილი მკერდით, ერთ ხელში ბერდანის თოფით და მეორეში საბანკო ბარათით და დაწერდა სიხარბე ბარიკადებზე. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.